ქართლოცნებაში ამბობენ, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები საფუძველს მოკლებულია და უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი ქვეყანაზე ზეწოლის მოსახდენად ხორციელდება. მაკა ბოჭერიშვილის თქმით, ამ ყველაფრის უკან გარკვეული ძალებით განან. დედაქალაქის მერისთვის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუღებელია. მისი თქმით, ყველა მსგავსი ნაბიჯი დაფუძნებულია სიცრუეზე. ის ქმედებები, რაც ხორციელდება საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას. ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტესწილად ეს ყველაფერი შექმნილია ქვეყანაზე ზეწოლების მოსახდენად. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი, ამის უკან დგას გარკვეული ძალები და ამას ყველაფერს სჭირდება რეაგირება, რეაქცია, ამას ყველაფერს სჭირდება ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ქმედებები ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მე არ მგონია ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს ბრიტანეთმა, თუმცა თუ ისინი მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ის რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. ძალიან ცუდია, როდესაც ხედავთ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს, როდესაც პირდაპირ ყველა გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავი არის და რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. ეს ზოგადად მსოფლიოში ხედავთ რა ვითარება არის, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება, დარწმუნებული ვარ 20 იანვრის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვს ყველას.